ბაგრატის საკითხზე კულტურის მინისტრი დღეს პარიზში ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს წევრებთან შეხვედრაზეც ისაუბრებს. ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში რჩება, თუმცა არა პირვანდელი სახით. ამ გადაწყვეტილების შესახებ პარიზში საქართველოს კულტურის მინისტრისა და იუნესკოს წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. მსოფლიო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მისი განახლებით დაირღვა ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც თავის დროზე შეიტანეს ბაგრატი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით ბაგრატის ტაძრის რენომირება მოხდება და ის შევა იუნესკოს ნუსხაში როგორც რეკონსტრუქციის საუკეთესო ნიმუში. ბაგრატი დღევანდელი სახით იუნესკოსთვის როგორც ძეგლი, როგორც შედიოდა მანამდე, როგორც ასე ვთქვათ, სრულფასოვანი ძეგლი გელათთან ერთად ამ ნუსხაში მიუღებელი იქნება სამომავლოდ. ამიტომ ბაგრატი ფაქტურად როგორც ასეთ სამწუხაროდ ემუქრება ამოღება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან. ესეთი აშკარა ფორმით არ მოხდეს ვთქვათ ამოღება ბაგრატისა, რაც ახლა ჩვენ გვინდა რა თქმა უნდა საქართველოს მხარეს და არც იუნესკოს მეთაურებს ახარებს ეს ფაქტი ზოგადად. ფიქრობენ, რომ შესაძლებელი იქნება გაკეთდეს ხელახლა ესე იგი წარდგენა აი ამ სახელმწიფოების შეცვლა ნომინაციის შეცვლა და აი ამ ბაგრატისა და გელათზე გაკეთდეს ხელი აქცენტი და ბაგრატი დარჩეს უბრალოდ აი ამ არეალში როგორც მეგზური ძეგლი. ჩვენ ბაგრატის ტაძარს უნდა დავემშვიდობოთ როგორც ნანგრევს. ეს გადაწყვეტა ბერმა და ელმა და ეს ხო დიდი ხნის ოცნება. ყველა საერთაშორისო ექსპერტი და მათ შორის იუნესკოს წამყვანი ექსპერტები, რომლებიც არიან ფაქტიურად განსაზღვრელი ფიგურები, ერთმანეთ აღიარებენ, რომ ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია ეს არის გარღვევა სიძველე დაცვის პოლიტიკაში მთლიანად. ამიტომ ჩვენ უნდა გადავეწყოთ მთლიანად და არ ვიდარდოთ იმაზე, რომ იმ ნომინაციის ის პატარა პუნქტი აღარ იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბაგრატის ტაძრის ამ პროექტს ისეთი დიდი მომავალი აქვს, რომ შეიძლება მთლიანად ახალ სიძველე დაცვის პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ, არა მარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. საქართველოს